მშვიდობისა, დღეს 21 ნოემბერია, პარასკევი, თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ კახა მიქიაშვილთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად. Ყველას მშვიდობიან წარმატებულ დღეს გისურვებთ და გილოცავთ ყველას მთავარანგელოზობას. მეც მოგესალმებით, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვიდრე გადაცემის ანონსს არ მოგიდგენთ, საეკლესიო კალენდარი მოვისმინოთ, გარდა ამ დიდი დღისა კიდე რომელ წმინდანებს იხსენიებს წმინდა ეკლესია. ნახოთ კალენდარი და დაგებრუნდებით უკვე ანონსით. 21 ნოემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის და სხვა უხორცო ძალთა კრებას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს და ახლა ანონსის დრო არის. კი ბატონო, ცხადია დღესაც და ყოველ ტრადიციულად პირველ ბლოკში სტუმარი ყავს, პარასკევობით კი იმ სახარებაზე ვსაუბრობ და განმარტავს მოწვარი, რომელიც კვირას იკითხება ღვთისმსახურებაზე, ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი იქნება საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი. დღეს თქვენს ყურადღებას ასევე შევაჩერებთ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის შუახნის ზრდასრული ასაკის კრიზისები, უბრალოდ რამდენად შესაძლებელია კრიზისული პერიოდის დაწყებისთანავე შემჩნევა და რა ზომები უნდა მივიღოთ ამასთან დაკავშირებით. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთება ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი. 22 ნოემბერს ევროპაში აივ ინფექციისა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება. ევროპული ტესტირების კვირეული ტრადიციულად საქართველოს უერთდება და ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი ახლა რუსთაველზე იმყოფება, ის გადაცემის მშრალობისას ჩაგვერთვება და გვეტყვის თუ რა ხდება, როგორ აღინიშნება ეს კვირეული და რა ღონისძიება. ნინი ჩართვით მოგვიყვება ამ დეტალებზე, როგორც გითხარით. აი სამზადis ხედავთ ნინისი. ნინი ცოტა ხანს შეგეხმიანებით, ახლა შეგიძლია ესე იგი მათთან ერთად იყო რუსთაველს. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად კი ვფიქრობთ ეს თემა არის აქტუალური, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. პროდუქტის კონსერვირება სახლის პირობებში, ასევე როგორ უნდა შევარჩიოთ სწორედ ქართულად დაკონსერვებული პროდუქტები, ისე რომ თავი დავიცვათ ბოტულიზმისგან. თემაზე სასაუბროთ გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდება სურსათის უნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა და ამ სიუჟეტსაც მე წარვადგენ კახა შენი ნებართვით. ჩვენი თანაწამყვანი და მსახიობი კახა მიქიაშვილი რომში იმყოფებოდა. მე რამდენად ალბათ შემდგომ ვისაუბროთ ამ თემაზე. სადაც 16 ნოემბერს რომის ქართული სამრევლოს თეატრის მარგალიტების სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ჩვენებურები ასე ერქვა სპექტაკლს და გადაცემის დასკვნით ნაწილში ვნახავთ ამ სიუჟეტს და სიუჟეტის წინ კახასაც გავესაუბრებით შემდგარი პრემიერის შესახებ. უნდა თქვა რამდენიმე სიტყვა ამ დასზე და მნიშვნელოვან ფაქტზე და აქვე დავაანონსოთ მაშინ რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა რომში, ვინაიდან ვატიკანის საიუბილეო წელი აღინიშნება და დღეს რომის პანთეონში არც მეტი არც ნაკლებში გორის ქალთა გუნდი შეასრულებს კონცერტს, ხოლო გიორგობას სანტა-მარია მაჯორის ერთ-ერთ უმთავრეს ბაზილიკაში პატრიარქის გუნდი შეასრულებს კონცერტს დღეს გაფრინდნენ ბიჭები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა კულტურის სამინისტროს, საელჩოს და თავად რომის იტალიის მიწვევით და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთ დიდი გამარჯვება იქნება ქართული კულტურის. ახლა ამედის პროგნოზი მოვისმინოთ და რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით და გველოდეთ.
მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მდომსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი შემოგვიერთდა. მოგესალმებით მამა იაკობ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ კვირას წმინდა ლიტურგიაზე წასაკითხის ახარების ეპიზოდის შესახებ, თუმცა მანამდე დღეს დიდი დღესასწაულია, მთავარანგელოზობაა, გილოცავთ პირველ რიგში და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და არსზე რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ანგელოზთა შესახებ სწავლება, რა თქმა უნდა, უკავშირდება სახარებას. ამიტომ დიდი და მნიშვნელოვანი დღე არის დღეს და რამოდენიმე მონაკვეთი რომ ვახსენოთ სახარებიდან, ესეც უკვე თვალსაჩინო მაგალითი იქნება, რომ ეს დედებულება იქნას წარმოჩენილი. მთავარანგელოზი გაბრიელი მოგეხსენებათ ხარების უწყებასთან დაკავშირებით არის ნახსენები, რა თქმა უნდა, ესეც უნიშნელოვანესია. ასევე ნახსენებია, რომ 40 დღის მარხვის შემდეგ მოვიდნენ და ანგელოზნი მსახურებდეს მას ქრისტეს. როდესაც იქამდე აცდუნებდა ეშმაკი თავისი განზრახვით უფალს, მან ასე ვთქვათ, მოიშველია ფსალმუნთა წიგნი და უთხრა, რომ გარდაეგდო თავითვისი, ანუ გადამხტარიყო და ანგელოზნი აღიპყრობდნენ მას ხელთამათაზე და აგიპყრან შენ. აი ეს და ძალიან ბევრი სწავლება არის სახარებაში ანგელოზებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ყველა სწავლება რომელიც საფუძველს იღებს სახარებიდან არის უნიშნელოვანესი. დიახ, რაც შეეხება კვირას წასაკითხ სახარების ეპიზოდს, მოწყალე სამარიტელის შესახებ არის ეს ეპიზოდი და საინტერესოა რა კონტექსტში წარმოთქვამს უფალი ამიგავს, რა უძღვის წინ და მე რითი გრძელდება და ასევე შინაარსი შეგვახსენოთ და შემდგომ გადავიდეთ განმარტებაზე. ძალიან საინტერესოა ის, რომ ჟულის მეცნიერი მივიდა უფალთან, გამოსდიდა მას და ეტყოდა, აი ამ მუხლთან დაკავშირებით თუ უფრო დიდხანს შეყვომდებით და ბევრს ვიტყვით ამასთან დაკავშირებით განმარტება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მისი, ასე ვთქვათ, საქმიანობა არის ჟულის მეცნიერობა, ანუ თანამედროვენი თუ ვიტყვით თეოლოგობა, მაგრამ ეს ადამიანი, რომელიც ჟულში განსწავლულია და რომელსაც ასეთი შეცდომა არ უნდა ქონოდა, გამოსცდის უფალს და აი ამ განზრახულობით იწყებს საუბარს მასთან. გარდა ამისა, აქ არის ერთგვარი არაგულწრფელობა და არაკეთილსინდისიერება, იმიტომ რომ გამოცდის პარალელურად მიმართავს სიტყვებით მოძღვარ. ანუ მას თითქოს აღიარებს, მის სტატუსს აღიარებს, მაგრამ ამავდროულად აქვს მას ესეთი დამოკიდებულება. პავლე მოციქული ამბობს მრავალ განსაცდელს, რომელიც მის ცხოვრებაში უბრალოდ ახსენებს და ჩამოთვლის მრავალ განსაცდელს, რომელიც მის ცხოვრებაში მომხდარა, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, სამგზის ნავი დამენთქა, ამბობს იგი და ერთ-ერთი განსაცდელი არის ჭირნი ძმათა მტყუართაგან. აი ეს ჯგუფი ადამიანებისა შეიძლება ითქვას მტყუარი ძმების ჯგუფი ძალიან ხშირად იჩენს სასულიერო პირის ცხოვრებაში თავს. და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ესეთი ჯგუფი აქტიურობდა ქრისტესთან მიმართებაში და ქრისტე გვაძლევს უნიკალურ მაგალითს და ასევე უცოდველ მაგალითს მასთან ურთიერთობისა, იმიტომ რომ თუ ჩვენ სხვაგვარად დავასათაურებთ ამ ურთიერთობებს, ეს არის პოლემიკური ჟანრის, ოღონდ მათი მზაობიდან გამომდინარე პოლემიკური ჟანრის დიალოგები, იმიტომ რომ ადამიანი ჩასაფრებული პოზიციით იწყებს საუბარს და მან თითქოს და ერთგვარი სცენარის მსგავსად წინასწარ განიზრახა, კითხვა-პასუხი, კითხვა-მიგება და ამით ცდილობს ოპონენტის, ანუ იმ ადამიანის პასუხიდან გამომდინარე მის არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩენას. აი ესეთი ადამიანები მრავლად იყვნენ და ძალიან ბევრი და დღესაც არიან. მაგალითია ქრისტე როგორ პასუხობს მათ. ყოველგვარი, ასე ვთქვათ, გაღიზიანების, დაპირისპირების სულის გარეშე ბევრჯერ ეკითხება, მეცა კითხო შენ. ანუ მოდი შენი აზრი მითხარი ამასთან დაკავშირებით. და ამ დროს ყველაზე, ასე ვთქვათ,
ეფექტური განეიტრალებ ამ ადამიანებისა ხდება კითხვაზე კითხვის ასე ვთქვათ უკუ დაბრუნებით. აი, როდესაც მაგალითად სახარებაში ქრისტე ეკითხება ნათლისცემა იოანესი ღვთისაგან იყო, ანუ კაცთაგან. აი ეს არის ის გარემოება, რომელზეც ისინი პასუხს ვერ ცემენ. თუ იტყვიან, რომ ღვთისაგან იყო, მაშინ იოანე ნათლისმცემელი იყო ადამიანი, რომელიც განუმზადებდა გზას ქრისტეს და მათ უნდა ეღიარებინათ ქრისტე როგორც ღმერთი. თუ იტყვიან, რომ კაცთაგან სათანადოდ ბევრი ადამიანი დაემოწაფა ქრისტეს იმ დროისათვის უკვე ესოდენი ერი შეუდგს მას ისინი ამგვარად აფასებენ და ვერ ამბობენ აი ამ ასე ვთქვათ მრევლის სიმრავლის გამო პასუხს რომ ეს იყო კაცთაგან და ძალიან ბევრი ასეთი მაგალითია, მაგრამ კონკრეტულად რომ შევეხოთ ჩვენ დღევანდელ საკითხავს გამოსდიდა მას და ეტყოდა როგორც უკვე ვთქვით და ეკითხება ასეთ სიტყვებს მოძღვარ სახიერ რაი საქმე ვქნა, რაითა ცხოვრება ის საუკუნოი დავემკვიდრო. და ქრისტე მას თავიდანვე ეკითხება, რატომ მომართავ აი ესეთი ზედმეტად გადაპრანჭული წინადადებით შეიძლება ითქვას, რატომ იწოდებ სახიერს, მაშინ როდესაც ჩვენ ჯულში განსწავლული ხარ და უნდა იცოდე რომ ჯულში განსწავლულმა ადამიანმა იცის რომ სახიერი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია. ანუ ამ პატივის მიგება ღმერთთან მიმართებაში არის აუცილებელი. როდესაც ეს ადამიანი არ აღიარებს ქრისტეს ღმერთად და ასე მიმართავს, რა თქმა უნდა, უშვებს შეცდომას. და მიუხედავად აი ამ მინიშნებისა, ის აგრძელებს და პასუხობს მას. ჯულსა ვით არ წერილარს, ვით არ აღმოიკითხავ, ანუ სანამ ამ კითხვას ჩემთან გააჟღერებდი და ამას შემეკითხებოდი, შენ თავადვე ჯულში განსწავლულმა არ იცი როგორ წერია ჯულში სწავლება ამასთან დაკავშირებით, ხოლო მან რქუა და მე ამბობს როგორც თეოლოგი განსწავლული ზეპირად შეიძლება ითქვას აი ამ ციტატას შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი. ანუ მთელი შენი არსებით უნდა გიყვარდეს უფალი და რა თქმა უნდა ადამიანი. აი ამასთან დაკავშირებით არის ზოგადად პარალელური ტექსტები ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უფალი თავადვე ახსენებს ამას და ხას უსვამს რომ შაბათი შეიქმნა არა ჯულისათვის, არამედ ადამიანისათვის. ადამიანს უნდა ემსახურებოდეს ჯული მომეც შესაწევნელად და დღეს არის მთავარანგელოზთა ხსენება ანგელოზნი დამიდგინე მცველად. ერთ-ერთ საიდუმლო ლოცვაში წირვის დროს აი ამ სიტყვებს ამბობს მღვდელი. თუ არ ვთქვი ბასილი დიდის წირვის დროს და აი ეს ჯული შესაწევნელია ადამიანისათვის და რა თქმა უნდა ეს სწავლება უპირველეს ყოვლისა და ეს შეწევნა უკავშირდება სულის ცხოვნებას. ამიტომ ადამიანი რომელიც ჯულში განსწავლულია, განისწავლება სულის ცხოვნების საქმეში. და ჯულში განსწავლული ადამიანი საფრთხეს არ უნდა უგებდეს მეორე ადამიანს. ჯულში განსწავლულმა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ მთავარი პრიორიტეტი არის ღმერთისადმი სათნოყოფა და ასევე იმ ღმერთისა, როგორც იაკობ მოციქული ამბობს, რომელსაც ვერ ვხედავ, რომელიც უნდა შევიყვარო და რომლისაც უნდა მწამდეს. მაგრამ ამის პარალელურად ჯულში ასევე არის ობიექტი, შეიძლება ითქვას, რომელსაც ვხედავ და რომელიც უნდა მიყვარდეს, ანუ ადამიანი. და თუ იმას, ვისაც ვხედავ და არ მიყვარს, როგორ გამიყვარს, როგორც იაკობ მოციქული ამბობს ღმერთი, რომელსაც ვერ ვხედავ. ამიტომ ძალიან ღრმა არის ეს დამოკიდებულება და ეს განსაზღვრება თავადვე ჯულდებითი, რომელსაც ეს ადამიანი არ ღვევს, მოკლედ რო ვთქვათ. და შემდეგ რქვამას იესო მართალ მომიგი, ანუ სწორია რაც შენ თქვი, რომ გიყვარდეს უფალი მთელი შენი არსებით, სულით, გულით და გონებით და ამის მსგავსად ადამიანი. სად არის ადამიანის სიყვარული, როდესაც შენ მას საფრთხეს უგებ, ანუ გსურს რომ შენი ძალისხმევით, შენი მონდომებით დააშვებინო შეცდომა ადამიანს. და მერე აქცენტი გააკეთო მის ამ შეცდომაზე. ხოლო ამის შემდეგ არის ესეთი სიტყვები მაგას იქმოდე და სცხონდე. ძალიან მოკლე არის აი ეს და ლაკონიური უფლის სიტყვები, ასე მოიქეცი და სცხონდები.
გიყვარდეს უფალი, გიყვარდეს მოყვასი. მოყვასი. აი ეს არის თავარი, შეიძლება ითქვა სამეუფო გზა, ასევე სულის ცხონების, არა მარტო ღმერთისადმი სათნოყოფისა და ასე ვთქვათ, იმ თეორიული და პრაქტიკული ნორმატივის ჩაბარება ღვთისწინაში, რომელიც ჯულში წერია. არამედ ეს არის ის გარემოება, რომელიც ჩემთვის მაცხოვნებელია. ამას იმიტომ კი არ უნდა აღვასრულებდე მე რომ ჯულში წერია, მხოლოდ ღმერთმა მითხრა. არამედ უბრალოდ სხვანაირად არ უნდა შემეძლოს, თუ გულწრფელი ვარ ღმერთისა და ადამიანის სიყვარულთან მიმართებაში. და ნახეთ, ამაში რომ მართალი არაა, როგორ ამბობს მახარებელი. ხოლო მას უნდა განმართლებაი თავი თვისი და რქვა იესოს, ვინ არის მოყვას ჩემდა. უნდა რომ თავი გაიმართლოს და აი ეს ჯულდებითი სწავლება გაწია გვერდით და მიიდრიკა წარმართობისკენ, როგორც განმარტავენ. აი ეს წარმართობისაკენ მიიდრეკა რა შევლინდება? ის გადადის ფილოსოფიურ რიტორიკაში. აი რა არის სიყვარული? რა არის ვინ არის მოყვასი? რა არის ჭეშმარიტება? აი ამ კატეგორიაში გადაყავს უკვე ეს დიალოგი და სხვათა შორის ესეთ ადამიანებს, რომელსაც განზრახული აქვს რომ გამოსცადოს და საფრთხე უგოს, ასევე იცის უკუსვლა აი ამ პოლემიკაში და უკვე ეს არის უკუსვლის ერთ-ერთი უკან დახევის მცდელობის ერთ-ერთი გამოვლინება, როდესაც ცდილობს რომ თავი აარიდოს პირდაპირ პასუხს და ისევ ახალ კითხვას აჟღერებს თავის გასამართლებლად, როგორც მახარებელი ამბობს და ამბობს რომ რა არის ვინ არის მოყვასი? რას ნიშნავს მოყვასის ცნება ზოგადად? აი ამ კითხვამ უკვე განაპირობა იმ იგაური სწავლების გაჟღერება, რომელიც დაკავშირებული არის მოწყალე სამარიტელთან. მიუგო იესო და რქვა მას, კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალიმი იერიქოთ. ანუ დედაქალაქიდან მეორე ასე ვთქვათ ქალაქში მიემგზავრებოდა ადამიანი იერიქონისაკენ და დაესხნეს მას ავაზაკნი, განძარცვეს იგი და დაწყლეს, არა მარტო განძარცვეს, არამედ ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და დაუტევეს წყდარი, ანუ დაზარალებული და ფიზიკურად დაზიანებული. და აი ამ დროს დამთხევით, ანუ შემთხვევითობიდან გამომდინარე, მოდიოდა მღვდელი და მან ნახა იგი ამ მდგომარეობაში დაზიანებული, გაძარცვული და მისი ჯანმრთელობა რომ იყო შელახული და გულგრილად ჩაიარა და დატოვა იგი. ამის შემდეგ იგავის თანახმად გამოიარა სხვა ღვთისმსახურმა, ეს არის კლირიკალური დასის სხვა წარმომადგენელი, უფრო ნაკლები, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობის მქონე მღვდელთან შედარებით, მაგრამ მაინც ღვთისმსახური ლევიტელი და ლევიტელიც ამგვარად იქცევა, ანუ გულგრილობას იჩენს აი ამ ადამიანისადმი. ამის შემდეგ მოდის სამარიტელი. ანუ ადამიანი, რომელიც უბრალოდ ზერელე რელიგიური წარმოდგენებით ხასიათდება. აი ეს საიდან ვიცით ჩვენ? სამარიტელი დედაკაცის საუბრიდან ძალიან ბევრი რამ, მათ შორის მათი თეოლოგიური მსოფლმხედველობა და მრწამსი არის წარმოჩენილი. უწყი რამე თუ მესია მოვალს. აი ესეთი ზედაპირული წარმოდგენა აქვს. აი ეს მესია ინტერპრეტირებულად ესმის მას თუ სწორი, ასე ვთქვათ, გაგებით წარმოუდგენიათ მესიის განკაცება და წარმოდგომა ისრაელიანთა წიაღში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თვითონ ებრაელებს, ანუ მაშინდელ ისრაელიანებს ჰქონდათ პრობლემა აი ამ ცნების, აი ამ სწავლების სწორად გაგებისა. ძალიან ბევრ შემთხვევაში, როდესაც ისინი პოლიტიკურ წნეხს განიცდიდნენ და დაპყრობას და რომაული უღლის ქვეშ იყვნენ, ძალიან ბევრჯერ ფოლკლორი, ფოლკლორული წარმოდგენები, რაღაც ისეთი გადამეტებული, ასე ვთქვათ, ისეთი წარმოდგენები ჭარბობდა მათ შორის, რომელიც იყო შეუფერებელი ბორწმუნე ადამიანისათვის. მაგალითად, სამყაროს აღსასრულს უკავშირებდნენ მათ ხსნას და ფიქრობდნენ, თუ ისინი არ გათავისუფლდებოდნენ რომის იმპერიისაგან და აი ამ ტყვეობისაგან, მაშინ სამყაროც კი დაასრულებდა, ასე ვთქვათ, არსებობას და აპოკალიპტური შეხედულებები, არაჯანსაღი შეხედულებები ჰქონდათ. ამიტომ ბუნებრივია, რომ სამარიტელებს ვერ ეკნებოდათ სწორი სწავლება და გაგება მესიასთან დაკავშირებით
და რა თქმა უნდა არ ჯულში განსწავლულები იყვნენ ისინი და უმეტესწილად პოლითეიზმისკენ, ანუ მრავალღმერთიანობისაკენაც კი მიიდრიკებოდნენ. აი ესეთი მოკლედ არაეკლესიური, არა ჯულში განსწავლული ადამიანი, არა მრევლის წევრი თანამედროვენი თუ ვიტყვით, ხედავს აი ამ დაზარალებულ ადამიანს და იხილა იგი და შეეწყალა. ნახეთ, ჯულში ყოფი ადამიანები, მღვდელი და ლევიტელი, რომელსაც უფრო მეტი თანაგზნობა, თანამედროვენი თუ ვიტყვით ემპათია უნდა ქონოდა, ამას უმნიშვნელოდ აღიქვამენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისევ და ისევ რაც დასაწყისში ვახსენეთ, თუ მოყვასთან მიმართებაში ესეთი გულგრილობა აქვთ მათ, შეუძლებელია რომ ღმერთი სათანადოდ ყვარებოდა თუნდაც მღვდელს და თუნდაც ლევიტელს. ამიტომ ეს მათ სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს, არა იმაზე, რომ დაუშვათ მოუცლელი იყო და სწრაფად გადაადგილდებოდა და არ ქონდა შესაბამისი დრო, რომ ყურადღება გამოეჩინა. აი ეს გულგრილობა, ეს მათი დამოკიდებულება უპირველეს ყოვლისა მათ სულიერებაზე მეტყველებს და ასევე მოწყალება, ხილვა და შეწყალება სამარიტელის მხრიდან მის სულიერებაზე და ღმერთთან სიახლოვეზე მეტყველებს მიუხედავად ნაკლებად ჯულში განსწავლულობისა. და მოვიდა მისა და შეუხვია წყლულნი და დაასხა ზეთი და ღვინოი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზეთი და ღვინო უდიდგანვე იყო განსაკუთრებით ისრაელიანთა წიაღში მაკურნებელი თვისების მქონე, ამიტომაც იაკობ მოციქული ამბობს, რომ თუ თქვენ შორის ვინმე უძლური იქნება, მოუწოდეთ ეკლესიის ხუცეს, ილოცოს და სარწმუნოებით სცხოს მას ზეთი და განიკურნება ის უძლურებისაგან. მაგრამ აი ამ ზეთში იგულისხმება ღვინო და ზეთი, ანუ ტრადიციული სამკურნალო საშუალება და რა თქმა უნდა სამარიტელმაც იცოდა, რომ განზავებული ღვინო და ზეთი იყო წყლულის ერთ-ერთი მაკურნებელი და სწორედ აი ამის გამო გამოიყენა მან აღნიშნული. და მოიყვანა იგი უბრალოდ აღსვა კარაულსა თვისა და მოიყვანა იგი სადგურსა და იღუაცა იგი. ესე იგი, თანამედროვენით, თავისი ტრანსპორტით მიიყვანა იგი სასტუმრომდე, იზრუნა მასზე და ასევე მისცა თანხა, ხო? მისცა თანხა, ორი დრახკანი, ფულის ერთეული ყოველი სადგურის მსახურს, ანუ შეიძლება ითქვას სასტუმროს ყველა მომსახურე პერსონალს, რომ მის დაბრუნებამდე ეზრუნათ მასზე და თუ რაიმე ამაზე უფრო მეტი აღმატებული თანხა დაიხარჯებოდა მათი მხრიდან, აღუთქვა რომ მას ასე ვთქვათ გაისტუმრებდა და უზრუნველყოფდა თავადვე და მოკლედ მზრუნველობა და მეურვეობა სრულად აიღო საკუთარ თავზე და დროებით გადააბარა სხვა ადამიანებს. და როდესაც მე დავბრუნდები, ყველაფერს ასევე აღინაზღაურებთ თუ ამაზე უფრო მეც დახარჯავთ ეუბნება იგი მათ. და ბოლოს ეუბნება ქრისტე. აი ამ გარემოებაში იგავის თანახმად, ვინ უკვე ამათ სამთაგან გგონიეს მოყვას მისა. ანუ ამ დაზარალებულ ადამიანს ხსენებული სამი პირიდან, მღვდლისაგან, ლევიტელისაგან და სამარიტელისაგან, ვინ გაუწია მოყვასის ფუნქცია, ვინ დაეხმარა მას. და რომელი იგი შევარდა ავაზაკთა შორის. ხოლო მან რქუა, ანუ ეს ჯულის მეცნიერი და მოძღვარი პასუხობს მან, რომელმან ყოველწყალობაი მისთანა. ანუ ვინც კეთილად მოექცა მასზე იზრუნა და ბუნებრივია არ დატოვა განსაცდელში, მან დიდი წყალობა აღასრულა და მოყვასის საქმე აღსრულდა მის მიერ. აქაც მოკლე პასუხია და ამით სრულდება დღევანდელი საკითხავი. რქვა მას იესო, ვიდოდე და ჰყავ შენცა ეგრეთვე. ანუ ეს დეფინიცია რა არის მოყვასი. უფალი ეუბნება რომ შენ ასე მოეკეცი სხვა დანარჩენს, სხვა ადგილზე ამბობს უფალი პარალელური ტექსტია ესეც რომ ისე მოეკეცი სხვას როგორც შენ გინდა მოგექცნენ და ეს იქნება შენი მხრიდან მოყვასის ღვაწლის აღსრულება მეორე ადამიანთან მიმართებაში. დიახ. ჩანს ალბათ ძალიან კარგად კიდევ ერთი ასპექტი, რომ ჩვენც ალბათ გვიფიქრი აქვს მენია, რომ რაღაცა ან საქართველოში ან უცხოეთში ვარ და არა ქრისტიანი შეხვდა, არა მართლმადიდებელი შეხვდა და გაული.
აქ არის გადასარევი შემთხვევა, რომ ნებისმიერი ადამიანი ღვთისმშობელია და არის მოყვასი და უნდა გავარჩიოთ მისი ესე იგი რელიგიური მწამსის თუ სხვა შეხედულების მიუხედავად და ყველა ადამიანი და ნათელია ხო მღვდელი ჩაულის, ლევიტელი ჩაულის და საერთოდ სხვა ადამიანი მეტიც ეხმარება და აი ეს იგავი ამისთვის არის წარმოჩენილი რომ ერთი გვეუბნება რომ ეს არის ვინ არის მოყვასი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია. დიახ, ეს სიტყვები რა თქმა უნდა კონკრეტულ დროს არის წარმოთქმული და შეიძლება კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციაზეც, მაგრამ ფუნქციები ქონოთ. არის მარადიული მნიშვნელობის და აი დღევანდელი ქრისტიანებისთვის, ჩვენთვის თითოეული სიტყვა რა თქმა უნდა საგულისხმო და თითოეული სიტყვა წმინდა წერილის არის ძვირფასი და ესე იგი გასაცნობიერებელი, შესამეცნებელი ჩვენთვის, მაგრამ აი განსაკუთრებით რას გამოყოფთით აი ამ წაკითხული ეპიზოდიდან, რომელიც ჩვენ ქრისტიანებმა უნდა აღვასრულოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით არის ის, რომ როდესაც ადამიანი სხვათა შორის, როდესაც ადამიანი ეკლესიურია და ზედაპირულად კმაყოფილდება ამ ეკლესიურობით, აი ესეთი ჯულის მეცნიერის პოზიცია უფრო ხშირად არის სტატისტიკის მიხედვით ფსევდოეკლესიურ ადამიანებში, ვიდრე არაეკლესიურებში, ანუ სამარიტელებში. სამარიტელი არასოდეს არ მისულა ქრისტესთან და არ გამოსტიდა და არ ეტყოდა მას რაიმე ასე ვთქვათ, კითხვას არ აჟღერებდა მასთან მიმართებაში. იგივე არის თანამედროვე სინამდვილეშიც, აი ფსევდოეკლესიური ადამიანები დღესდღეობით სასულიერო პირებს გამოსცდიან. აი მაგალითად, როდის იწყება მარხვა, იწყებენ ესეთი კითხვით საუბარს და მათ იციან ამაზე პასუხი. და ძალიან ბევრი კითხვა გაჟღერებული მათი მხრიდან, როდესაც პასუხობ, მაგრამ უფრო ადრე დაგასწრებს და თვითონვე პასუხობს საკუთარ თავს. აი ეს დამაზიანებელია მათთვის. ან როდესაც ერთი და იგივე კითხვით თავშოთ დადიან და სხვადასხვა მოზღვარს მიმართავენ და მე ბოლოს ამბობს რომ აი მე უკვე 5 მოზღვარს ვკითხი ამასთან დაკავშირებით აზრი და თითქოს და რაღაც სტატისტიკა აქვს ვინ როგორ პასუხს გასცემს ამასთან დაკავშირებით. ეს არის ცრუ გამომეძიებლობა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არის ესეთი სიტყვები, რა თქმა უნდა, სახარებიდან არის ეს ციტატა აღებული იაიროსის ასულის განკურნების შემთხვევაში არის ნახსენები, რომ როდესაც წინა კვირას იყო სხვათა შორის ეს სახარება, როდესაც წიდოვანი დედაკაცი განკურნა, აი ამ ამბის შემდეგ არის უკვე გაგრძელება იაიროსის ასულთან დაკავშირებით, რომ მოვიდა ერთ-ერთი ადამიანი და უთხრა, რომ ასული შენი მომკვდარ არის, ნუ შრომასა დიცა შეამთხვევ მოზღვარს, ანუ აღარ დაღალო მოზღვარი და აღარ მოიყვანო სახლში. და ეს შრომასა დიცა ნუ შეამთხვევ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც არის აღებული სახარებიდან, თვითონვე ამბობს ნუ შრომასა დიცა შემამთხვევ და ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ამით ძალიან დიდ შრომას შეამთხვევენ მოზღვარს, როდესაც გამოსდიან და ეკითხებიან, იმიტომ რომ მღვდელი ვალდებულია, რომ პასუხი გასცეს, ამაზე ენერგიას ხარჯავს, ამაზე დროს გამოყოფს და გამოდის, რომ ეს ადამიანი ტყუილად აკარგინებს მას დროს, აი ეს მოზღვრის ენერგია, რესურსი ტყუილად იფლანგება და ცალკე მეორე პრობლემაა ის, რომ ადამიანი ამ დამოკიდებულებით და ამ განზრახვით მიდის მოზღვართან. ამიტომ თანამედროვე სინამდვილეში ერთ-ერთი გამოვლენა დღევანდელ სახარებასთან დაკავშირებით არის ეს. ძალიან დიდი მადლობა მამა იაკობ საიმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის ხელმსახური დეკანოზი იაკობ ბუჯერი საუბრობდა სტუდიაში. აქვე შევახსენოთ მაყურებელს, რომ კვირას დიდი დღესასწაული განსაკუთრებით ჩვენთვის გიორგობა აღინიშნება და ყველას წინასწარ ცხადია ჩვენ შემდგომ ალბათ იმ კვირაში ვისაუბრებთ ამ დღეზე. ახლა ლოცვის დროა, მოვისმინოთ ლოცვა და გიბრუნდებით უკვე სხვა თემებით, რომლებიც დაგვალოთ. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. Amen.
გრძელდება ჩვენი გადაცემა და თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც გახლავთ ზრდასრული ასაკის კრიზისები. რამდენად შესაძლებელია კრიზისული პერიოდის დაწყებისთანავე შემჩნევა და რა ზომები უნდა მივიღოთ. ცხადია, პროფესიონალი უფრო მეც გვეტყვის ამის შესახებ და გვირჩევს. ჩვენი სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი. ქალბატონ ლელა, დილომშვიდობისა. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დასრული ასაკი საერთოდ როდის განისაზღვრება, რა ეწოდება დასრული, აი ტერმინოლოგიურად რო განმარტოთ და რა კრიზისებია ამ დროს ძირითადად გამოვლენილი. დიდი მადლობა, სწორედ ამით ვაპირებდი მართალი რომ გითხრათ დამეწყო რა შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ რომ ადამიანი არის ზრდასრული და ასაკი განსაზღვრავს თუ არა ზრდასრულობას, ხო მართალი ვარ. ყველაზე გავრცელებული პერიოდიზაცია რაც არის ფსიქოლოგიაში, ყველაზე ცნობილი ამ პერიოდიზაციის მიხედვით ჯერ მოზარდობიდან ზრდასრულობაზე როგორ გადავდივართ. მოზარდობის კრიზისი გახლავთ ესე იგი იდენტურობის ჩამოყალიბება. აქ გულისხმობთ იდენტურობაში, როდესაც ადამიანმა ზუსტად იცის ვინ არის, რა არის, რა შესაძლებლობები აქვს, რა გამოსდის, რა არ გამოსდის და სწორედ აი მოზარდი იმის გამო არის ხოლმე რაღაცა არაპროგნოზირებადი, რომ მრავალ როლში მოსინჯავს თავის თავს. შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი ქცევები ჩაიდინოს იმის გამო, რომ თვითონვე გაიგოს, თავის წინაშე დადგეს და გაიგოს საკუთარი თავის შესახებ უფრო მეტი და ჩამოუყალიბდეს საკუთარ თავთან იდენტურობის განცდა. იმიტომ რომ ჩვენ იცით რა ძალიან ხშირად საუბრობთ ბავშვების კრიზისულ პერიოდებზე, მშობელი როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ ზოგჯერ გვავიწყდება რომ დასრულ ადამიანსაც აქვს მთელი ცხოვრების განმავლობაში კრიზისები, ეს ასაკით კი არა, უფრო სოციალური როლით და სოციალური სიტუაციით არის განპირობებული და სწორედ აი ეს მთავარი ღერძი არის რომ ადამიანმა რამდენად ჩამოაყალიბა საკუთარი თავი და ფსიქოლოგები ამბობენ რომ რამდენად არის ერთმანეთის მსგავსი სხვადასხვა როლში. აი ხშირად ალბათ მშობელთა კრებებზე ვინც ყოფილხართ მოგისმენიათ რომ არა ჩემი შვილი მაგააკეთა ეს ამას ვერ დავიჯერე ხო ანუ არის ხოლმე რომ სანამ ადამიანი ბავშვია და შეიძლება დასრულ ასაკშიც ბავშვი იყოს სხვადასხვა როლში სხვადასხვანაირად გამოიყურება აი ურთიერთგამომ ვერ წარმოიდგენთ რომ ეს ერთ-ერთი ადამიანი როცა ადამიანი იდენტური არის ის ძირითადად რაც არ უნდა განსხვავებულ სიტუაციაში იყოს არის საკუთარი თავი და ეს საკუთარი თავი ჩვენ კრიტერიუმი კი არა გვაქვს რომ გარედან განსაზღვროთ ეს არის შინაგანი შეგრძნებას დასრულობის განცდა არსებობს ასეთი და თქვენ რომ თქვენი შვილი შეიძლება ბავშვი გონიათ მას აქვს დასრულობის განცდა იმიტომ რომ მან უკვე რაღაცნაირად იპოვა თავისი აი რაში გამოიხატება კრიზისები რაზეც გვინდა რომ ვისაუბროთ რა განაპირობებს ამ კრიზისებს ასევე და გასაგებია რომ დასრულობის ასაკში მაგრამ აქაც ხომ არის რაიმე განსაზღვრული ასაკი კიდევ როდესაც გამოვლინდება უფრო მეტად არის ასაკობრივი პერიოდები ნამდვილად კვლევებით იმის გამო რომ ეს უფრო მეტად სოციალურ ფაქტორებზე არის დამოკიდებული, თუმცა ბიოლოგიაც მუშაობს, იცით თქვენ ჰორმონალური ბალანსი როგორც გარდამავალ ასაკში, ასევე ესე ვთქვათ ხანდაზმულობის ასაკში და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ძირითადი განსაზღვრელი აი ამ კრიზისების არის სოციალური როლი და სოციალური მოლოდინები. და ასე ამბობენ ფსიქოლოგიაში რომ არსებობს რაღაც სოციალური საათივით და ამ ასაკში ეს უნდა გქონდეს გაკეთებული, იმ ასაკში ამ გათხოვილი უნდა იყო, ამდენი შვილი უნდა გყავდეს, კარიერა ესე უნდა გქონდეს, საწყობი სახლი უნდა გქონდეს, ხე უნდა გქონდეს, დარგული და ასე შემდეგ. ანუ ეს მოლოდინები ადამიანზე მოქმედებს. მით უმეტეს რომ დღეს ძალიან ბევრი საშუალებაა რომ ერთმანეთს შევადაროთ თავი და ვინერვიულოთ ვიზე უკეთესად გამოვიყურებით ან ვიზე უარესად გამოვიყურებით. ასევე მინდა გითხრათ რომ ქალების და მამაკაცების კრიზისული პერიოდები მათი სოციალური როლიდან და სოციალური სტერეოტიპებიდან გამომდინარე ერთმანეთსაგან განსხვავდება. ეს დიდი თემა არის და ეხლა ამდენ რამეს ერთად ვერ შევეხებით, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე ეს თავდაპირველად არის ძიების ეტაპი, როდესაც ადამიანი ეძიებს საკუთარ ადგილს, საკუთარ კარიერას, პროფესიას, ეს დაახლოებით 30 პლუს მინუს რამდენიმე წელი ასაკი არის. 40 წლიდან უკვე სტაბილურობის ძიების ასაკია, რომ უკვე დასტაბილურებული და მიღწევებზე ფიქრობს 40-დან 55 წლამდე ასაკში. ადამიანი რა გავაკეთე, რას მივაღწიე, რა გამომივიდა ცხოვრებაში და არ ვიცი თქვენ ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებით, მაგრამ 55-დან 65 წლამდე ასაკი არის ასევე რთული ასაკი, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ
ეს ჩემი ცხოვრება იყო თუ იყო თავს მოხვეული, რამდენად გავაკეთე ის, რაც მე მინდოდა და რა არის ჩემი ღირებულებები. სხვათა შორის მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ არსებობს ესეთი მეცნიერი, არსებობდა ვასილი ზენკოვსკი, რომელიც იყო ამავე დროს მოძღვარი, ხელდასხმული და იყო ფსიქოლოგი. ესეთი ადამიანები ჩვენ იშვიათად ყავს აი ამ სივრცეში, რომ ერთად იკვეთებოდეს. მამა დავით ციცქიშვილი. მამა დავით ციცქიშვილი ასევე ესეთი არაჩვეულებრივი გამონაკლისი და მივესალმებით მამა დავითს აქედან და აი ესეთი პერიოდიზაცია აქვს მასაც გაკეთებული და ის ამბობს, რომ ამ პერიოდში იწყება შეგნებული მისვლა ეკლესიაში მაგალითად, იმიტომ რომ უკვე შევხვდები, რომ არა ეხა მამა იაკობი ბრძანებდა სწორედ აი ამ ზედაპირულ რწმენაზე და ასე ფსევდოქრისტიანობაზე და ნამდვილად გაცნობიერებული მისვლა ხშირ შემთხვევაში ამ ასაკში ხდება. მოდი ეხა მე არ მიცემ ჩემთავს უფლებას ედმეტად ამ თემას შევეხო და დაუბრუნდები ფსიქოლოგიას. საზრისის ძიება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ესე ამბობენ ფსიქოლოგიაში, რომ თუ ვიცით რისთვის გადავლახავთ ნებისმიერ როგორს, ანუ თუ იცის ადამიანმა რა არის მისი საზრისი და უკვე დროც შეზღუდულია და ის ფიქრობს, რომ რა არის უმთავრესი ჩემს ცხოვრებაში და აი ამ უმთავრესის მიხედვით ფოკუსირდება უკვე ამ ასაკში. ცხადია, შეუძლებელია ადამიანის შემთხვევით გაჩნდეს და არაფრის გამო გაჩნდეს და ამაზე ბევრი გვესაუბრება წმინდანები, პატრიარქს უთქვამს არაერთხელ, ყველა უნდა მიხვდეს რაღაც აი არსი, მიზანი რა არის, ზოგიერთ მისია შეიძლება, მაგრამ თქვენ ბრძანეთ რომ აი 55+60-ის ფარგლებში ადამიანი ფიქრი წებს რომ თავს მოხვეული ხო არ იყო რა გავაკეთე, მაგრამ ესეთი მოსაზრებაც ხომ არსებობს, არ ვიცი ეს რამდენად სწორია ამ ფსიქოლოგიურად განმარტება, რომ შეიძლება ისე გაალიოს ადამიანის ცხოვრება, რომ ვერც გაიგოს, რა ქნა, რისთვის იცხოვრა, რისთვის გაჩნდა, რისთვის მოვიდა, ხო? ერთის ცოცხლი არ იყოს შეიძლება ადამიანს. ზოგი ისეც არის, რომ არც ფიქრობს ამაზე და გონია, რომ გაჩნდა, იმიტომ რომ ფოლ ხინში იყოს და არაფერი გაატაროს. მართალი ბრძანებით და აი არსებობს ესეთი თეორია, ერიქსონის თეორია და ბოლო სტადია 65+, ახლა ეს აღარ გვითქვამს. აქ არის ორი, ესე იგი, საერთოდ კრიზისი, მოდი დღეს ხო კრიზისებს ვეხებით და კრიზისი არ არის ცუდი სიტყვა ფსიქოლოგიაში, კრიზისი უნდა მიიღო და გადალახო, არც უნდა გაექცე და არც უნდა ებრძოლო. ეს არის განვითარების საშუალება, მაგრამ 65 წელს ზემოთ უკვე ადამიანის ფიქრი მიდის იქეთკენ, რომ აი ეწოდება ესეთი სტადია ეგოს მთლიანობა სასოწარკვეთილების წინაშე. ანუ ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს და ყოველთვის მე დიდი სიამოვნებით ამ თეორიის შესახებ ჩვენ სტუდენტებთანაც საუბრობ, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის მისი ბოლო გაჩერება და შეიძლება ეს ბოლო იყოს სასოწარკვეთილება. და აქედან უნდა გადმოვხედოთ ჩვენს ცხოვრებას. იმიტომ რომ არა მხოლოდ ის ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრე თუ არა, არამედ რა აზრი ქონდა ჩემს ცხოვრებას, რა გავაკეთე. არის ეტაპი, გენერაციულობის ეტაპი, როდესაც ადამიანი ფიქრობს და ნამდვილად ახლა მე უკვე ჩემი ასაკის გადმოსახედიდან შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რა შემიძლია დაუტოვო ვინმეს. არა მხოლოდ ჩვენს ახლა როცა შენ თავზე და შენ ოჯახზე ფიქრობ, ეს ბუნებრივი ამბავია, მაგრამ ფიქრობ, რომ საერთოდ რა გამიკეთებია, იქნებ ისეთი რამე გავაკეთო, ცოტა მაინც ერთი აგური, რომელიც სხვა ადამიანს გამოადგება. საერთოდ არა შენი ესე თქვათ ახლო წრიდეს წარმომადგენელს, ხო? ეს კარგი მომენტია თუ არა და ადამიანი არის სტაგნირებული, ეწოდება სტაგნაციის ეტაპი, როდესაც ადამიანი არ აქვს განვითარების შეგრძნება. ეს არის ყველაზე აი ამ კრიზისებისთვის ყველასთვის დამახასიათებელია, როდესაც ადამიანს არ აქვს განვითარების შეგრძნება და პირველი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, დავუსვათ ჩვენ თავს შეკითხვა, რომ რა მომცემდა ამ შეგრძნებას და მაშინვე გამოხვალთ სტაგნაციის მდგომარეობა. დიახ, და აი როგორ გამოვიყენოთ კრიზისი სწორედ განვითარებისთვის და როგორ ვაქციოთ შესაძლებლობა და ეს გამოწვევები რაც გვხდება ცხოვრებაში. დიახ, უნდა ვაქციოთ აუცილებლად შესაძლებლობა და ეხლა როგორ ამაზე არსებობს ძალიან ღრმა და ფილოსოფიური და სულიერი პასუხი და არსებობს ძალიან ზედაპირული პასუხიც. მაგრამ ეს ზედაპირული პასუხი არ უნდა გავაუფასუროთ, იმიტომ რომ აი როგორ სადღაც წაიკითხავთ სოციალურ ქსელში, რომ აი შეცვალე შენი რუტინა და გონია რომ ეხლა რუტინის შეცვლა რა არის, მაგრამ არის. იცით რა არის ესეთი მცირე ნაბიჯები, როგორიც არის მაგალითად დღის რეჟიმის მოწესრიგება, სხეულზე ზრუნვა, იმიტომ რომ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ფსიქიკურ მდგომარეობაზე ძალიან აისახება და ადამიანები ზოგჯერ სხეულს უგულებელ ყოფენ საერთოდ და ეს არასწორი არის. ამიტომ
ესე იგი აი ეს პატარა ნაბიჯები ის რომ შრომის სტილი შეცვალო და შრომის ფორმატი შეცვალო თუ ეს ყოველდღიურობა შენთვის ესე ვთქვათ ძალიან მოსაბეზრებელი ან დამღლელი არის პატარა შვებულების აღება და აი მაგალითად ქალების შემთხვევაში და ხშირად მამაკაცების შემთხვევაშიც არის ესეთი რაღაც რომ ესე იგი მისცეს საკუთარ თავს სურვილების ქონის უფლება. ჩვენ ზოგჯერ გონია რომ ჩვენ არ უნდა გვინდოდეს არაფერი, ზომიერების ფარგლებში თავისუფლება და მოვალეობა რომ ერთმანეთთან დავაბალანსოთ, იმიტომ რომ თუ ადამიანმა საერთოდ დაკარგა კავშირი და კონტაქტი საკუთარ მოთხოვნილებებთან, ეს აუცილებლად სადღაც იჩენს თავს. რაღაც ძალიან დიდი სულიერება უნდა გქონდეს, რომ თავიდან ბოლომდე მსხვერპლად გაიღო საკუთარი თავი და აქედან ბედნიერი უნდა იყო. ანუ ჩვენი ინდიკატორი არის, რომ მსხვერპლ შეწირვისაგან თუ ბედნიერი არის ადამიანი, მან იცის, რასაც აკეთებს ამ შემთხვევაში, ხო? მაგრამ თუ დისკომფორტს ასეთი მერგო მეუბედურს გახსოვთ, ხო? ხსნა ყველგან არის, მაგრამ გზახსნისა, ესეთი მერგო მეუბედურს, ანუ ეს უბედურებაში არ უნდა გადაიზარდოს. ანუ ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა გვიყვარს ჩვენ უცხო სიტყვები და ესე ვთქვათ და ცოტათი გვაკრიტიკებენ well-being-ი, ხო? ახლა ეს მოდაში არის, რომ კეთილდღეობა არ არის ცუდი საფუძველი იმისა, რომ ადამიანმა მერე კარგად გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები. და ეს კრიზისი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ტალღა, ხა მე ცუდი მოცურავე ვარ და სერფინგისაც ბევრი არაფერი არ ვიცი, მაგრამ როგორც ტალღას უნდა აყვედა გადალახო და განაგრძო გზა, ახლა ტალღას რო წინ აღუდგეთ, წარმოიდგინეთ რა დაგემართება, ხო? და კიდე ერთი რამ, რაც მინდა რომ უთხრა უკვე ხანდაზმულობის ასაკში შესულ ადამიანებს, საერთოდ სერიოზული პრობლემა არის ხოლმე, ხო აი გითხარით ღრმა კითხვები არსებობს, ვინ ვარ, რა მინდა, ვისთან ერთად ვარ მაგალითად, ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის სოციალური წრის გადახედვა და გაფართოება. სამეგობროს ახალ ადამიანებთან კონტაქტი. მე ვხედავ ახლა და ცუდი ტენდენცია არ არის, როცა ადამიანები ერთად იკრიბებიან, სადღაც მიდიან, მოგზაურობენ, ანუ ახალი ჯგუფები შექმნეს სრულიად უცნობმა ადამიანებმა და თუ არის დაცული გარემო, თუ არის მეგობრული გარემო, ადამიანი იქ თვითრეალიზაციას უკეთესად აკეთებს, გამოხატავს საკუთარ ემოციებს, რასაც შეჩვეული არ არის. ერთი და იგივე გარემოში დაშტამპული ხარ და შენგან რაღაცა მოლოდინები აქვს და ზოგჯერ გონიათ რომ ძალიან თავშეკავებული და მშვიდი ხარ და ამ დროს შენ შიგნით რაღაცები ხდება და შენ ვერ ახერხებ ამ სიტუაციაში რომ ამ ყველაფრის შესახებ ვილაპარაკო, ხო? ამ სოციალური წრის გაფართოება და კიდევ ერთი რაც ყველას მოელის, ეს არის როლის დაკარგვა. ჩვენ როლები ვართ, აი თქვენ რომ გადახედოთ, ხო, თქვენ ხართ აი აქ წამყვანი დედა ხართ, მეუღლე ხართ და ასე შემდეგ და ეს როლები გამზადებულ მას გვთავაზობ სტერეოტიპებს, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. და ჩვენი დღეს ეს როლები, ნუ ყველა არა, მაგრამ მაგალითად პროფესიონალური როლის გარეშე დარჩება ადამიანი და საზღვარგარეთ არის აი ამერიკულ ლიტერატურაში შეხვდებით თქვენ რომ გადადგომის კრიზისი, ანუ საპენსიო ასაკის კრიზისი საშინლად განიცდება ხოლმე, როცა ადამიანი პროფესიასთან ურთიერთობას ვერ ცვლის. ამიტომ ყოველთვის უნდა დაუსვას ადამიანმა საკუთარ თავს აზრი, რომ როლის გარეშე ვინ ვიქნები. ეს აუცილებლად მოსალოდნელია. გაიზრდებიან თქვენი შვილები, ეს რაღაც კარიერაში ყოველთვის ისე არ იქნება, როგორც იყო. ამიტომ რა რჩება ჩვენგან, აი იგისაგან იგი დარჩა, რაც იგიში იგი იყო, ხო? ანუ ჩვენში რა დარჩება აი როლის გარეშე, ამის შესახებ დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა და ამის საშუალებები არსებობს ახალი ჰობი, არსებობს ქველმოქმედება, არსებობს რწმენა, არსებობს ფიზიკური ვარჯიში, ანუ ძალიან მაღალი და შედარებით დაბალი დონის აქტივობები, რომლებიც ჩვენ მოგვანიჭებს თვითშეგრძნებას, მოგვანიჭებს განვითარების განცდას და ადვილად გადაგვატანინებს კრიზისებს და სულ განვითარდებით მთელი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა ფსიქოლოგი რელატ ყეშელაშვილი გვესაუბრებოდა. დავაგრძელებთ გადაცემას, გეტყვით რომ 17-24 ნოემბერს ევროპაში აი ინფექციისა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება. ევროპული ტესტირების კვირეულს ტრადიციულად საქართველოც უერთდება. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ახლა რუსთაველის გამზირზე იმყოფება და გვეტყვის თუ რა ხდება ადგილზე. დილომშვიდობისა ნინო. დილომშვიდობისა.
დილა მშვიდობისა. 17-დან 24 ნოემბრის ჩათვლით ევროპაში HIV ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული აღინიშნება. ეს კამპანია 2013 წელს წამოიწყეს და მასში დღემდე 700-მდე ორგანიზაცია და ინსტიტუტი ჩაერთო. ტრადიციულად საქართველო ამ კვირეულის აღნიშვნას უერთდება და როგორც ხედავთ მე ახლა რუსთაველის გამზირზე ვიმყოფები, სადაც მობილური ამბულატორია არის განთავსებული. არსებობს ასეთი ორგანიზაცია ზიანის შემცირების ქსელი, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით სხვადასხვა აქტივობით ეხმაურება ამ კვირეულს. ჩემთან ერთად ახლა სწორედ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ბატონი ლაშა აბესაძე იმყოფება და ის მოგვიყვება ამ კამპანიის შესახებ უფრო მეც. მოგესალმებით ბატონო ლაშა. უპირველესად რომ გითხრათ ამ კვირეულის მნიშვნელობის შესახებ. მისი სლოგანი ტრადიციულად არის ტესტირება, მკურნალობა და პრევენცია, ხომ წელსაც? დიახ, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ როდესაც ინფექციური დაავადებებზე ვსაუბრობთ, არის პირველი ეტაპი არის ტესტირება, სკრინინგი, სწრაფი ტესტით საშუალებით. ეს არის უმარტივესი პროცედურა, რომელიც დაახლოებით 15 წუთში უკვე ვიცით შედეგი და არის უფასო. ჩვენს ქვეყანაში 2015 წლიდან მიმდინარეობს ჰეპატიტის ელიმინაცია, HIV ინფექციაშიც ასევე და ეხლა უკვე ბოლო ერთი წელიწადია, რაც B ჰეპატიტის მკურნალობის ეროვნული პროგრამაც არის. ყველასთვის ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ობიექტებზე და ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ კვირეული არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს, ინფექციურ დაავადებებზე უფრო მეტი ადამიანები დაინტერესდნენ თავისი სტატუსის შესახებ. ნახეთ, ესე იგი პირველი კეთდება ტესტირება, ვიგებთ დიაგნოზს და ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობთ. ამ დაავადებებიდან C ჰეპატიტი განკურნებადი დაავადებაა. დაახლოებით 90,000-ზე მეტმა ადამიანმა იმკურნალა ბოლო 10 წლის განმავლობაში ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში 99%-იანი გამოჯანმრთელების შედეგი გვაქვს. შესაბამისად, ყველას მოუწოდებ, რომ ინფექციებზე ტესტირება გაიკეთონ. HIV ინფექცია და B ჰეპატიტი სამწუხაროდ არ არიან განკურნებადი დაავადებები, მაგრამ მედიკამენტების საშუალებით ძალიან მაღალ დონეზე იმართება თვითონ დაავადება და ადამიანების სიცოცხლის საფრთხე აღარ ემუქრება და მათი ცხოვრების ხარისხიც არის მაღალი. როგორია ხოლმე საზოგადოების მხრიდან ჩართულობა, რამდენად აქვთ ხოლმე ჩართვის სურვილი და ტესტირების? ვიცით, სხვადასხვანაირად არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ხა არამხოლოდ თბილისში, ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი სერვის ცენტრი, სხვადასხვა სერვის ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ ქალაქში აკეთებენ ტესტირებას. რომ გითხრათ, თავიდან C ჰეპატიტის ელიმინაცია რომ დაიწყო, მომართვიანობა უფრო მეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტესტირება არ არის მხოლოდ C ჰეპატიტზე, აქ ძირითადი პრევენცია მაინც HIV ინფექციის ხდება, უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული კარგი სიტუაციის გამო, რომ გვაქვს ელიმინაციის პროგრამა და ასევე B ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, ამიტომ თავაზობთ დამატებით C და B ჰეპატიტის ტესტირებასაც, მაგრამ ყოველი კვირეულის ფარგლებში ეს ტარდება ხოლმე მაისში და შემოდგომაზე ნოემბერში ყოველი კვირეულის ფარგლებში გვაქვს ახალი გამოვლენები და გავდივართ ახალ ჯგუფებზე. შესაბამისად, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ყველას მოუწოდებ, რომ სადაც დაინახავენ აი თეთრი ფერის მიკროავტობუსებს, იქ არის გარკვეული მანიშნებელი ბანერების სახით, მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტირება. გაიგონ თავის სტატუსის შესახებ და დაავადების შემთხვევაში იმკურნალონ. კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, ეს ტესტირება არის უფასო, ხო? არის უფასო, არის ძალიან მარტივი, უმტკივნეულო და დროში დაახლოებით მაქსიმუმ 15 წუთში არის პასუხი შედეგი. საინტერესო რეგიონებშიც თუ გადაინაცვლებთ და მსგავსი მობილური ამბულატორიები თუ განთავსდება ქალაქ გარეთაც. ჩვენი მობილური ამბულატორია ხვალ იქნება ქალაქ რუსთავში, მერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქალაქებში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, თელავში და გორშიც არის სხვა ორგანიზაციების მობილური ამბულატორიები, რომლებიც იგივე სერვისს შესთავაზებენ მოსახლეობას. და პოზიტიურად რომ დავასრულოთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ დიაგნოსტირებიდან გამოჯანმრთელებამდე არც ისე დიდია ნაბიჯი, ხომ და ძალიან მნიშვნელოვანია თავდაპირველი ტესტირება და პრევენცია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სკრინინგის ჩატარება, ეს აღნიშნავს, რომ ჩვენ ვარ ავად, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ გავიგოთ ჩვენი სტატუსის შესახებ. ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აქვს ინფექცია, მაგრამ ვისაც აქვს აუცილებელია, რომ იცოდნენ დიაგნოზის შესახებ, რომ იმკურნალონ, იმიტომ რომ ჩვენთან ხელმისაწვდომია სამივე დაავადებაზე, როგორც სკრინინგი, ასევე მომდევნო ყველა манипуляция, ეს იქნება კვლევები თუ მედიკამენტები არის უფასო. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და დაავადების შემთხვევაში ვიმკურნალოთ. მაგრამ პირველ რიგში უნდა გავიკეთოთ ტესტირება, სკრინინგი.
ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა ჯანმრთელობას ვუსურვებთ და მე გეტყვით რომ 27 ნოემბრის ჩათვლით შეგეძლებათ თქვენ უფასო ტესტირება HIV ინფექციისა და ჰეპატიტების. ამავდროულად გეტყვით რომ ამ კამპანიის მიზანი არის ნაადრევი დიაგნოსტირება და ამ საკითხის გარშემო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. მადლობა ნინოს. ძალიან კარგი საშუალებაა და სასურველია რომ ძალიან ბევრმა გამოიყენოს ეს საშუალება სახელმწიფოსგან. მადლობა ნინის ასეთი საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის ვაგრძელებთ გადაცემას. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ვფიქრობთ ეს თემა არის ძალიან აქტუალური, რაზეც ახლა უნდა ვისაუბროთ. პროდუქტის კონსერვირება სახლის პირობებში, ასევე როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ქარხნულად დაკონსერვებული პროდუქტები, ისე რომ თავი დავიცვათ ბოტულიზმისგან. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდა სურსათის უნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა. მარიამ, დილებშტობისა, მადლობა თქვენთან მოსვლისთვის, თქვენი დროისთვის დიდი მადლობა. საინტერესო თემა არის. პირველ რიგში სახლში დამზადებულ კონსერვებზე ვისაუბროთ. ადრე ძალიან ისე მასობრივად ხდებოდა აჯაფსანდალი და ასე შემდეგ უამრავი ვთქვათ საკვები პროდუქტი ინახებოდა ზამთრისთვის. მათ შორის ისეთი, რომელიც ახლა დღესდღეობით ნაკლებად შეიძლება მზადდებოდეს სახლის პირობებში. აი, რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს, როდესაც ვამზადებთ, რომ თავი დავიცვათ ისეთი საშიში დაავადებისგან, როგორიც არის ბოტულიზმი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მოყურებელსაც. ბოტულიზმი არის ნეიროტოქსიური დაავადება, რომელსაც იწვევს კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი, არის ესეთი ანაერობული ბაქტერია. ანაერობული ნიშნავს, რომ უჟანგბადო სივრცე სჭირდება მას გასამრავლება და ტოქსინების გამოსაყოფად. სწორედ ამიტომ დაკავშირებულია ხოლმე კონსერვების მოხმარებასთან და არა მხოლოდ კონსერვებთან, შეიძლება იყოს შებოლილი თევზი, დამარილებული პროდუქტი და სხვა, სადაც ანაერობული სივრცე იქმნება. სხვათა შორის კონსერვებთან დაკავშირება სწორიც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გამოვლენილი შემთხვევები ძირითადად ზამთარში ფიქსირდება ხოლმე, ვინაიდან ზამთარში მოვიხმართ უმეტესწილად კონსერვებს. უფრო მეტი რისკი, რა თქმა უნდა, არის სახლის პირობებში, იმიტომ რომ ჩვენ მაღალი ტემპერატურაც სჭირდება რეალურად იმისათვის, რომ ბოტულინუმის სპორა განადგურდეს თავიდანვე. ამის საშუალება არ გვეძლება, ვინაიდან 121 გრადუსზე ხდება ავტოკლავის აპარატის მეშვეობით და ქარხნული წესით ეს ყოველთვის, რა თქმა უნდა, მიიღწევა ეს ტემპერატურა და გარდა ამისა მოწმდება, როდესაც ქარხნული წესით და სწორი პრაქტიკით არის დამზადებული. ხოლო რაც შეეხება ქარხნული უფრო სანდოა, ასე ვთქვათ. სანდო, დიახ, ამ კუთხით დიახ, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში მოწმდება, როდესაც შესაბამისი სტანდარტები და პრაქტიკა არის დანერგილი, რა თქმა უნდა, საწარმოში და გარდა ამისა, ის ტემპერატურა, რომელიც საჭიროა ამ სპორის გასანადგურებლად, სახლის პირობებში შემთხვევით ვერ მიიღწევა. მაქსიმუმ 100 გრადუსზე შეგვიძლია ჩვენ სტერილიზაცია გავუკეთოთ ქილებს თუნდაც, ხო და 100 გრადუსზე ვხარშოთ. მე ტემპერატურას ფიზიკურად ვერ ვახცევთ. თავი უნდა შევიკავოთ კონსერვის დამზადებით. სწორად უნდა მოვამზადოთ, აი ნახეთ არის რამდენიმე ოქროს წესი. პირველ რიგში ეს არის საღი პროდუქტის შერჩევა, სათითაოდ უნდა იქნეს გადარჩეული ყველა პროდუქტი, პობის პროცესი არც ერთ პროდუქტში არ უნდა იყოს დაწყებული, ვინაიდან თუ ერთ მათგანში მაინც არის უკვე ის მთელ კონსერვზე გავრცელდება და არა მხოლოდ ბოტულინუმის გვეშინია, ჩვენ აქ ობისოკოების წარმოქმნისით გვეშინია, იმიტომ რომ სამწუხაროდ გვაქვს ქონდა უფრო მეტად ხშირად ადრესეთი პრაქტიკა, რომ თუ ობისოკო შევამჩნევდით კონსერვს თავზე, უბრალოდ მოვაშორებდით იმ ნაწილს და შემდეგ ვაგრძელებდით მერტვას. ეს ძალიან არასწორი, რა თქმა უნდა, რომ არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სახეობა სოკოებისა გამოყოფს მიკოტოქსინებს, რომელიც უფრო მეტად მომწალვავით ასაშია, ვიდრე ის თავად სოკო. ამ მიკოტოქსინებს ყველა ვარიანტში ასე არის. ლაბორატორიული შემოწმების გარშე ჩვენ ვერ ამოვიცნოთ, რომელი სახეობის სოკოა გამოყოფს თუ არა მიკოტოქსინებს. სურსათში ძირითადად 20-მდე მაჩვენებელს ზე ხდება ხოლმე შემოწმება ობისოკოების, ვინაიდან ეს მაჩვენებლები გვხდება ძირითად შემთხვევაში სურსათში. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ობისოკოს ტოქსინებს ძალიან კარგად შეუძლიათ სურსათის შრეებში შეღწევა, ამიტომაც პროდუქტის მირთმევა, შემდეგ თუნდაც ვაშლის, ასევე სხვა ნებისმიერი პროდუქტის არ შეიძლება, როდესაც ობისოკო შევამჩნევთ. ეს არის ძირითადად გაფუჭების მიკროორგანიზმები. თუ თქვათ აი პობის პროცესია ხოლმე. სოკოების ოქროტოქსინი არის ერთ-ერთი. აი, არა მოგვიჭრია. ამ პურზეც რაღაც შეიძლება კუთხე. აბა ის რაღაც ადრე მითი იყო, რომ ობიანი პურის ასარგებლო და არა ეს ასარგებლო ობიანმა პურმა მოწამლა პარიზში, საფრანგეთში 18 საუკუნეში მასიურად მთლიანი სოფელი. ეს ძალიან ცნობილი ადამიანია. ასე რომ ჩვენ გადარჩენილები ვართ. არა, უბის სოკოს ნახეთ, აი შეიძლება ვთქვათ, არ ვიცი,
რომელიმე პროდუქტზე თუ იტყვიან ვადაგასულ საერთოდ სურსათის უნობლობის სფეროში ვადაგასული პროდუქტის მირთმევა, რა თქმა უნდა, არც რეკომენდირებული. ახლა გააჩნია ხო რძის პროდუქტებია, რომელსაც შემდეგ წარმოებაში იყენებენ, მაგრამ სურსათის უნობლობის სფეროში დაშვებული არ არის ზოგადად ვადაგასული პროდუქტის მირთმევა. თუმცა ამ ჯგუფის გამოსაცხობა წარმოებაში ხო, მაინც არ აუშვა. არის, მაგრამ რეკომენდაციას რა თქმა უნდა არავინ არ გასცემს, დიახ, ვინაიდან ვადაგასული პროდუქცია სხვადასხვა რა თქმა უნდა პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლება ხდება, მაგიტომაც გაფუჭება რას ნიშნავს სიტყვა პათოგენების გამრავლება, სხვა შემთხვევაში არ გაფუჭდებოდა. ამიტომ არის რომ ვაკუუმში შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქტის ხანგრძლივად შენახავს, იმიტომ რომ მათში ჟანგბადი არჩება, ხო მართალია და შესაბამისად პათოგენები ნაკლებად მრავლდებიან, ნაკლებად ვაძლევთ საშუალებას რომ გამრავლდნენ, ანუ ვუზღუდავთ. რაც შეეხება ობისოკოებს, აქ არავითარ შემთხვევაში არანაირი სიმართლეის მარცვალი არ არის იმაში, რომ სასარგებლო რამე სახით, როდესაც თქვენ თუ ობის ყველი გვახსენს, ობიანი ყველი გვახსენდება, მას შესაბამის ტექნოლოგია და ისეთი სოკოებია გამოყენებული ტექნოლოგიაში, რომელიც დაშვებულია სურსათთან და რომელიც ადამიანის ორგანიზმს არ აყენებს ზიანს. მაგრამ სხვა შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივად წარმოიქმნება, ხო? დაუშვებელია მათი გამოყენება და მათში რამე დადებითის პატარა რაღაცა პობის ნიშანი თუ შევნიშნეთ იმას არის რა თქმა უნდა ეხლა ეს ზოგადად ვერ ვიტყვით იმიტომ რომ აქ ლაბორატორიული კვლევა არის საჭირო მაშინ რა დონეზე არის გავრცელებული ხო ან რამდენი ხანია პობის პროცესი დაწყებულია მაგრამ ზოგადად მესმის ახლა თქვენ რასაც გულისხმობთ რაც უმეტესწილად რა თქმა უნდა ის ნაწილი როცა ჩამოიჭრება მეტად სავარაუდო რა გავრცელებული აღარ იქნება მეორე მხარეს მაგრამ ზოგადად როგორც ესე რომ ვთქვა და როგორც არის წესი ძალიან მარტივად ვრცელდება ის ობისოკოს ტოქსინები, მიკოტოქსინები, რომელსაც ის გამოყოფს შრეებში, ასე რომ თავის დაზღვევის მიზნით მნიშვნელოვანია რომ ზოგადად თავიდანვე პრევენცია გავაკეთოთ, სწორად შევინახოთ, იმიტომ რომ ეს არის ძირითადად გაფუჭების მიკროორგანიზმები, ნესტის გარემოში, ნესტიან გარემოში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ვითარდება, კი არა, ეს არის მისი წარმოქმნელი, ასე რომ თავიდანვე პრევენციას როცა მოახდენთ, სწორად შევინახოთ პროდუქტს, თავსაც დავიცავთ. აი დასვა ეს შეკითხვა ელისაბედმაც, იმიტომ რომ მაინც ახლა ზამთრის პერიოდი იწყება და უამრავი ადამიანი იმარაგებს ერთგვარად, ხო, სახლის პირობებში. ნუ ყველას არ აქვს იმის საშუალება რომ შეიძინოს. და თქვენ ბრძანეთ რომ სწორად დამზადების შემთხვევაში არ არის უნდობელი. ეს სწორად დამზადება რას ნიშნავს? ამის რეკომენდაცია შეიძლება რომ თქვა, ან გითხრათ რომ რა შემთხვევაში შეიძლება ისე დამზადდეს სახლში, რომ ის არ იყოს შემდგომ საშიში. კი ბატონო. ერთი როგორც თქვით, პირველი ეს რასაც ვაკეთებთ, ეს არის პროდუქტების გადარჩევა, ყველა იყოს საღი. მეორე მათი საგულდაგულო რეცვა სათითაოდ ყველა პროდუქტი ცივ გამდინარე წყალში უნდა იყოს გარეცხილი. შემდეგ არის სწორი ჭურჭლის გამოყენება კონსერვაციისთვის, არ უნდა ქონდეს ბზარები, ქილას უნდა შეიძლება მათი სტერილიზაცია და შესაბამისი უნდა იყოს სტერილიზაციისთვის და კონსერვაციისთვის აუცილებლად. შემდეგ არის სწორი პრაქტიკით დამზადება და აღიარებული მეცნიერულად აღიარებული რეცეპტებს უნდა მივყვათ, არ უნდა დავამატოთ თქვა თვითნებურად ან სახამებელი, ან ქვილი, ან სხვა დანამატები, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორი მოქმედებს ეს თერმოდამუშავებაზე. მოგახსენებთ ამაზეც, ვინაიდან ქვილი სახამებელი და მსგავსი დანამატები აფერხებს სითბოს პროდუქტში შიგნით შეღწევას და შესაბამისად პათოგენებზე დამღუპულად მოქმედებას, ხო, ამას აფერხებს. რაც შეეხება ასპირინს, ეს არის მედიკამენტი, რომელიც ადამიანისთვის გამოიყენება და რა თქმა უნდა, რომ არ არის დაშვებული. ნუ ეს როგორც ტრადიცია ისეა გავრცელებული, ასპირინის ეს არის სწორი ტრადიცია, ვინაიდან ის უბრალოდ მჟავე გარემოს ქმნის და ბოტულინუმზე გარკვეულწილად მაღალი მჟავიანობა, რა თქმა უნდა, რომ დამღუპულად მოქმედებს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ შემცვლელები რაც არის აღიარებული სურსათის უნობლობაში და კულინარიაში ის გამოვიყენოთ. მაგალითად ლიმონ მჟავაც იგივე ვაშლის ძმარიც და ღვინის ძმარიც იგივე ფუნქციას ასრულებს და არ არის მედიკამენტი. ანუ წარმოიდგინეთ თუ ასეთი პრაქტიკი და ნუ გვიყვარს საქართველოში კონსერვები და ზაფხულში ზამთარში ძალიან ხშირად მოვიხმართ ხო მართალია და წარმოიდგინეთ რამდენ მედიკამენტს ვიღებთ ამავდროულად ამასე რომ არ არის საჭირო გვაქვს ალტერნატივები რომელიც დაშვებულია და მივმართოთ წესს რომელიც ჩვენ რატო ვახსენეთ აი ადრე ხა მე მიყვარს ეს ერთი მაგრამ ადრე მახსოვს რომ ვაკეთებდნენ კონსერვს მე აი ამ ბოტულიზმისგან თავი რომ დაეცვა 45 წუთი ადუღებდნენ მე და წარმოიდგინეთ ხა კონსერვი რომელიც მე 25 წუთი ადუღებ და მე რა გამოვა აი საყოველთაოდ ეს არის კრიტიკული წერტილი რომელიც სწორად ამ შემთხვევაში 45 წუთი ნამდვილად ბერვია ამდენ საჭირო არ არის აი ნახეთ განვიხილოთ ორი ფორმა ერთი რომ თავად ბოტულინუმის აი ეს რაც არის ბაქტერია ხო არის სპორა წარმოქმნელი ბაქტერია ზედათ ნიადაგში გვხვდება ხოლმე ასევე შეიძლება ტბის ფსკერზე იყოს ან ძუძუმწოვრების თევზების ნაწლავში ასე რომ სურსათის ჯაჭვში ძალიან მარტივად ებმევა ასე ვთქვათ რა და რადგან ნიადაგთან
ნიადაგთან არის შეხებაში, ანუ ის ბოსტნეული მაგალითად სტაფილო, რომელიც თქვა ნიადაგთან ახლო შეხებაში მეტად სავარაუდოა, რომ მათ შეიძლება თქვა ვაშლთან შედარებით რო ავიღოთ, ხო, თანაფარდობა, რა თქმა უნდა, სტაფილოში ბევრად მეტი ამის ალბათობა, ხო? ამიტომაც უნდა დავიცვათ ის წესები, მაგალითად ეს როგორი წესები შეიძლება იყოს, ერთი რომ მზეზე შეიძლება სანამ უშუალოდ კონსერვაციას დავიწყებ და კონსერვირებას, ხო? მზეზე შეიძლება რომ გავშალოთ და ისეც გარკვეულწილად ამღუპულად მოქმედებს ამ ბაქტერიაზე, თუმცა ეს არის სპოროწარმომქმნელი ბაქტერია და როდესაც ჩვენ თქვა უშუალოდ კონსერვირებას ვიწყებთ და დუღილის პროცესი მიდის, მისთვის არახელსაყრელ გარემო პირობებში სპორას იქმნის ირგვლივ. აი ამ სპორის განადგურება სახლის პირობებში შეუძლებელი, იმიტომ რომ 121 გრადუსი მაინც ჭირდება, ან 5-6 საათი უნდა ვადუღოთ მაშინ, ანუ ასეთ მეთოდს არავინ არ მიმართავს, ხო? მაგრამ როდესაც ყველაფერი დასრულდება, ეს არის პირველი ფორმა, როდესაც სპორას იქმნის და ამ სპორის განადგურება ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე დაავასრულებთ კონსერვაციას, როდესაც უკვე სარდაფში ვთქვათ ბჭყალებში გადავიტანთ სარდაფში, ხო? და მერე უკვე მისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები იქმნება, ამ შემოიხსნის ამ სპორას და იწყებს უკვე გამრავლებას ვეგეტატიურ ფორმაში გადადის და სწორედ ამ დროს წარმოქმნის ტოქსინებს. აი ეს ტოქსინები არის ზუსტად ნეიროტოქსიური, არის ადამიანისთვის მომწვანო და ამ ტოქსინების განადგურება შესაძლებელია 85 გრადუსზე 5-10 წუთის, 15 წუთის მაქსიმუმ განმავლობაში, აბსოლუტურად საკმარისია, რომ თავად ეს ტოქსინები გავანადგუროთ. უკვე კონსერვირო მზადა სანამ გამოვიყენოთ. ამიტომაც გადადუღებას როგორ უნდა მოვიქცეთ? მჟავიანობა. იქ არის მაღალი მჟავიანობა, მაღალ მჟავიანობის შემთხვევაში კი ეს უფრო დამღუპალად მოქმედებს ბოტულინზე, მე უფრო საუბრობ ისეთ კონსერვებზე, სადაც შეიძლება მაღალი მჟავიანობა არ იყოს. ასე რომ აი ბაზარზე რომ არის გამოტანილი, ვთქვათ, აი გარეთაც დახლებზე გვინახავს წნილი სხვადასხვა სახეობის. აი რამდენად რეკომენდებულია მაღალი არის მჟავიანობა. ერთი რა ჰიგიენის წესები უნდა იყოს აუცილებლად დაცული და როდესაც საოჯახო მეურნეობებთან გვაქვს საქმე სამწუხაროდ ამას ვერ ვაკონტროლებთ, როგორ არის ჰიგიენის წესები დაცული. საწარმოში რა თქმა უნდა სავალდებულოა რომ ყველგან ჰასპის სისტემა იყოს დანერგილი და სხვადასხვა პრაქტიკა, რომელიც მე სახელმწიფოს მიერ კონტროლდება, ვინაიდან ინდივიდუალური პირების ინდივიდუალური პირების შემოწმება, ასე თქვა და საოჯახო მეურნეობების არ ხდება სახლის პირობებში როგორ მზადდება, ამიტომ ამაზე ზოგადად რეკომენდაციას რა თქმა უნდა ვერ გავცემ ისეთი ტიპის წარმოებაზე, რაც არ კონტროლდება და ვერ კონტროლდება. ამიტომ მომხმარებელი უნდა იყოს ფრთხილად. როდესაც უვნებლობას შეეხება საქმე, რა თქმა უნდა, ყველა რისკი უნდა იყოს მართული, ამიტომ ამას სჭირდება საწარმო, შესაბამისი სისტემა ჰასპი დანერგილი და შესაბამისი პრაქტიკით დამზადება. ქართული წესით როგორ დაკონსერვებული როგორ შევარჩიოთ? შემოკლედ ძალიან იყორთ კონსერვები, ელისაბედ ფაქტია. ნუ ყოველ შემთხვევაში გვიწევს მაინც შეძენა, ხო? რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ჯერ პირველად რომ გარეთ შეფუთვა და როგორ გამოიყურება, ხო? თუ არის ამობერილი კონსერვი, თუ არა დამახასიათებელი გემოვან სუნი აქვს, ან თუ ლორწოვანი არის გარსი, ასეთი პროდუქტი არ უნდა შევიძინოთ, რა თქმა უნდა, და უნდა მოიხმაროთ. უკვე გამჟავებულია და გაზივით აქვს და მე ამას ადუღებენ და არ მოხდება. აი ყოფილა ესეც მინახავს, აი ხო გინახავთ ამჟავებულია რომ გადაადუღებ თითქოს მერიშველის და მერე იღებ. არის ისეთი ბაქტერიები, რომელსაც გადადუღება არ შველის, ტოქსინებს გადადუღება არ შველის, გარკვეულ ტოქსინებს რა თქმა უნდა. გემო და სუნშეცვლილი პროდუქტი არც ობისოკოების შემცველი გადადუღებას არ ექვემდებარება, ასე ვთქვა და არ გამოიყენება. მარია, მე შეკითხვაც ამ თემას არ ეხება, მაგრამ მე მგონი საინტერესო იქნება. ესე იგი, მოვამზადეთ სადილი, ხო, საკვები. რამდენი დღე შეიძლება რომ ადამიანი იკვებოს, აი ერთ დღეს, თქვათ, მაცივარში რამდენი დღე ინახება? გააჩნია პროდუქტი, თუ არის ხორცის შემცველი, მაშინ 36 საათი მაქსიმუმ, თუ არის შემწვარი, ასე ვთქვათ, შემწვარი ხორცის 24 საათი, თქვათ, შემწვალი ქათმის ფილე მაგალითად, ან ვარჯიშის სტეიკის ნაჭერი 24 საათი, გააჩნია ყოველს თავისი ვადა აქვს. ზოგადად სადილი 36 საათი არის მიღებული და მხოლოდ ერთხელ გაცხელება, დიახ, ამიტომ ჯობია რომ ულუფებად გავაცხელოთ ხოლმე, რომ თავი დავიცვათ რამდენჯერმე ხელახლა კერძის. მადლობა სურსათის უნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუ აქვს თუმრობა. და ვაგრძელებთ გადაცემას ჩვენი თანაწამყვანი და მსახიობი ბატონი კახამი ქიაშვილი რომში იმყოფებოდა, სადაც 16 ნოემბერს რომლის ქართული სამრევლოს თეატრის მარგალიტების სპექტაკლის პრემიერა გაიმართა, ჩვენებურები, ასე ერქვა ქვია სპექტაკლს და ვიდრე სიუჟეტ შემოგთავაზებთ, კახას მინდა რომ ვთხოვო შთაბეჭდილება გაგვიზიაროს რომში მოგზაურობასთან დაკავშირებით და აი ამ შემდგარ პრემიერასთან დაკავშირებით
როგორ მიიღო მაყურებელმა, როგორც ყოველთვის არის ხოლმე დიდი სიხარული უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, ამ შემთხვევაში რომში მცხოვრები ქართველებისთვის იქნებოდა დიდი სიხარული თქვენი ჩასვლა და ამ სპექტაკლზე მოსვლა, ამ სპექტაკლის ნახვა კახა გისმენთ. ნუ რომის დაბეჭდილება სხვა დროს ვილაპარაკოთ, რომი ამოუწურების დაბეჭდილება, მაგრამ ასევე იწყებს სიუჟეტს, რომ რომს არ უკვირს ხადი არც სიახლეები, არც პრემიერები, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით შანსი დავიღო, იმიტომ რომ რომის სამრევლოსთან არსებულია. აქვე მადლობა რომის სამრევლოს მის წინამძღვარს და თეატრს, რომელიც დაფუძნდა რამდენიმე თვის წინ მარგალიტები, ქალბატონ ლატარიას ხელმძღვანელობით და აქ თავს იყრიან ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და აი მათ აქვს ცურვილი, რომ რაღაცა არაპროფესიონალურად, მაგრამ იდგნენ სცენაზე, თუმცა ძალიან ნიჭიერი ადამიანები და ერთობლივი იყო. მათი სურვილით ჩვენ ვიყავით საქართველოსდან, მე და თამნა ნიკოლაძე თამაშობთ, თინათი კონგორდაძემ დადგა სპექტაკლი, ცხადია იყვნენ ქართველები, იყვნენ იტალიელებიც, ეცრებოდა ჩვენი ელჩი, საელჩოს წარმომადგენლები, როგორც ვატიკანის, ასევე იტალიის რესპუბლიკაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები და დანარჩენი ნახოთ სიუჟეტით. ფაქტია, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმეა. არ არის მხოლოდ გართობა, ესენი კარგ საქმეს აკეთებენ იქ ცხოვრები ქართველებისთვის და მე ვუხდი მათ მადლობას და მუდმივ მხარდაჭერას უცხადებ. დანარჩენს მოგიყვებით სიუჟეტით. ნახოთ სიუჟეტი. რომში ცხადია პრემიერები და კულტურული სიახლეები არავის უკვირს, მაგრამ აქ ცხოვრები ქართველები დღეს განსაკუთრებული პრემიერის სამზადისში არიან, ვინაიდან რომის სამრევლოს ქართული თეატრი მარგალიტები ახალ სპექტაკლს წარმოადგენს ჩვენებურები. დავით კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირის მიხედვით დადგმულმა სპექტაკლმა ჩვენებურები რომში მცხოვრები ქართველები და საქართველოსდან სპეციალურად მიწვეული ხელოვანები გაერთიანა. რომის სამრევლოს თეატრალური დასის მარგალიტების რიგით მეორე სპექტაკლში საქართველოსდან მიწვეული მსახიობები, დასის წევრები და რომის სამრევლოს გალობელთა გუნდი ჰანგები მონაწილეობენ. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გულთბილად მიიღო მაყურებელმა და ისეთი სენსიტიური იყო, ემოციური იყო, ცრემლებიც იყო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ამ იდეისთვის, ვისი იდეაც იყო რომის სამრევლოს ქალბატონ ლალი ლატარიას მინდა მადლობა გადაუხადო მის არაჩვეულებრივ დასს ყველას, რომლებმაც ძალა და ღონე არ დაიშურეს ამ სპექტაკლისთვის, მუხჩაუხრელად მართლა შრომობდნენ და აი შეიქმნა ასეთი სპექტაკლი. მე ბედნიერი ვარ, რომ მხდაწილად მერგო რომ დამედგა აქ სპექტაკლი. იყო არაჩვეულებრივად საინტერესო, სახალისო, მთელი დარბაზი მოიცვა იმ აი ესეთი არაჩვეულებრივი მუხტი იყო, რომ გაახსენა ბევრს მათი სიტუაცია ოჯახში რა ხდებოდა და ზოგადად დააბრუნა, მე მგონი 1-2 წუთით მაინც თავიანთ ოჯახებში. სპექტაკლი იყო შესანიშნავი, ძალიან დიდი მადლობა ქართულ დასს, რომ ასეთი წამოწყება განახორციელეს. დიდი მადლობა რომის სამრევლოსთან არსებულ დასს და მის ხელმძღვანელს ქალბატონ ლალი ლატარიას, ასევე მე ეკლესიის მოძღვარს მამა იოანე რომ დღეს ასეთი საშუალება მიეცა ქართველ ემიგრანტებს ენახათ, მოესმინათ, ეყურებინათ ეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელიც ძალიან ბევრ ამგვარ პროექტს განახორციელებს მომავალში. ძალიან დიდი პატივია, ძალიან დიდი სიყვარულის დამტკიცება ეს ამ ადამიანებისგან, ვინც არის კერძოდ რომში, რომლის სამრევლოში თეატრი, რომელიც დაარსდა და მე ვიტყვი მე მომავალში, რომ ერთ-ერთი პირველი დამაარსებელი, ვინც ფეხი დადგა მათ სპექტაკლში ვიყავი მე, ჩემს მეგობრებთან ერთად და არ ვიცი ძალიან საამაყო, არ ვიცი სიტყვები არ მყოფლის თან მოგეხსენებათ სპექტაკლის დაპაკლონის მერე ასე ყვავილებით ხელში, სულ სხვა ტემპერატურა აქვს სახიობს, სულ სხვა განცდები, სულ სხვა, არ ვიცი, სიტყვებს ვერ უპოულობ, მადლობა ყველას, ვისაც გაუჩნდა სურვილი ჩემი აქ მოწვევის და მომავალში თქვენს გვერდით მიგულეთ. საოცარი სპექტაკლი ვნახეთ. მე სპეციალურად ჩამოვედი ამ სპექტაკლისთვის, ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამრევლოსთან თეატრი დაარსდა. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია სათვისტომოსთვის, ქართველებისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებიც აქ იზრდებიან.
მინდა წარმატებები უსურვო ყოველთვის ამ თეატრს და დარწმუნებული ვარ, აქ ისეთი ნიჭიერი ხალხი მოღვაწეობს, რომ ყველაფერი საუკეთესო ექნებათ. ნაცნობი ისტორიები, იმერული კოლორიტი და იუმორი, ქართული სიმღერები, განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა საქართველოსთან დროებით შორს მცხოვრები ქართველებისათვის. უღრმესი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ აი ესეთი ბედნიერი წუთები გვაჩუქეთ და აი ერთ ამოსონ თქვაში ჩავალაგეთ მთელი სპექტაკლი. უღრმესი მადლობა ჩვენს რეჟისორს, ეს შეძლო და აი ყველაფერი მოამზადო ერთ კვირაში. კოსტიუმები შეკერო, ტექსტი ისწავლო, მიზანსცენები დადგა და ეს დიალოგები გამართო სცენაზე დამერწმუნებით ძალიან რთულია. მედია ეს პირველი და უკანასკნელი არ იქნება. ჩვენ პროექტებს უფრო ღრმად გავშლით და გელოდებით მომავალ სპექტაკლამდე. მოხარული ვარ, რომ თქვენ ჩამობძანდით, მოხდა ეს სპექტაკლი დაიდგა დღეს, არაჩვეულებრივი სპექტაკლი. კიდევ ერთხელ ამ სცენაზე და იმედია, რომ ეს კიდევ გაგრძელდება. ასევე დღეს მოხდა ჩემი წიგნის პრეზენტაცია მეექვსე კრებულის ჯვარ სატვირთველი. რისთვისაც მადლობას მოახსენებ ჩვენი თეატრის რეჟისორს და თითოეულ წევრს. საათის განმავლობაში ვიყავით ფაქტიურად საქართველოში, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია და ძალიან გვენატრება და მსახიობები იყვნენ არაჩვეულებრივი. ძალიან შთამბეჭდავი სპექტაკლი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ენა არ გვესმოდა, ქართული სიმღერები და მსახიობების თამაშით მივხვდით, რომ ტრაგიკული კომედია იყო. ძალიან კმაყოფილები ვართ ნანახით. რომში არსებულ ქართულ თეატრალურ დასში ერთიანდებიან ქართველი მოყვარული მსახიობები. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით განხორციელდა. დასი აგრძელებს საქმიანობას და მაყურებელს არაერთ პრემიერას პირდება. მადლობა კახა ამ სიუჟეტისთვის, წარმატებას უსურვებთ თეატრ მარგალიტებს და კიდევ ბევრ პრემიერას, როგორც აი სიუჟეტის ბოლოს იყო დაანონსებული. ასეთ ფიქრობენ და მჯერა რომ ბევრჯერ გაახარებენ როგორც იყოფ ქართველებს, ასევე სპეციალურად ჩასულ ჩვენს თანამოქალაქეებს. და გიორგობა მიულოცოთ წინასწარ ჩვენს მაყურებელს, დღევანდელ დღეს გილოცავთ კიდევ ერთხელ მთავარანგელოზობას და მომავალ გიორგობას, რომელსაც კვირას აღნიშნავთ. მადლობას გეტყვით რომ გვიყურეთ. მეც გილოცავთ ამდენ გიორგობას, მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის.